დღეს აგიხსნით როგორ გავაკეთე $4390 ყველა აკაუნთით ჯამში live trading-ის დროს. სიმართლე გითხრათ ძალიან მარტივად და ძალიან უცებ გაიხსნა ეს ტრეიდი, სულ რაღაც ამდენხანში გამოვედი ტრეიდიდან. სულ რაღაც დამჭირდა ამ ტრეიდში. 20 წუთიც არ დამჭირდება ამ ტრეიდში ყოფნისას. ეს იყო live-ში გახსნილი ტრეიდი, 60 თუ 70 კაცის თვალ წინ იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და მოდი დავიწყოთ. მოკლედ, ძალიან მარტივად სიმართლე ტრეიდი ძალიან მალე გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში დღეს მარკეტზე ვიყავი ბულიში. ანუ ფიქრობდი რომ ფასი ზემოთ წასულიყო, ხო? და რატო ახლა გეტყვით? მარკეტზე აი გვაქვს SMT. აი ამ SMT-ის შემდგომ მარკეტმა რაც გააკეთა, ეს short term low რომ მოხსენით, გადავიდეთ double time frame-ზე, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ხდება, ნუ შედარებით double time frame-ზე რა. Intraday time frame-ზე გადავიდეთ. რა ხდება? ჩამოვიდა მარკეტი, smart money reversal-ი, ანუ liquidity ავიღეთ, displacement-ი, ფეროლიგები გავიგეთ. Fast retracement-ი ჰქონდა გუშინ აქ, ხო? დღეს უკვე, დღეს მარკეტზე რა მოხდა? Low გავიკეთეთ ლონდონის პერიოდში, დღის low გაკეთა, swing formირდა, displacement-ი გვაქვს და მარკეტზე ფეროლიგები, order block-ი, break block-ი, მარკეტზე shift-ი გვაქვს კიდევ და მოკლედ ესე ვთქვათ, მარკეტი bearish-დან გადავიდა bullish-ზე. შემდეგ უკვე ნუ ჩემს სატრედო დროს 10 საათიანი სანთელი რომ მომნიშნო, რომელმაც აი აგერ low გაიკეთა, მანამდე გქონდა აი order block-ზე შეხება და გადავიდე ხა კიდევ აი ეს order block-ზე შეეხო 1 საათიანს, მე fast displacement-ი ქონდა. არა, ამ ტრეიდში ვიყავი, displacement-ი ქონდა, არა, ამ displacement-ი მანამდე ქონდა გაკეთებული. აი 1 საათიან order block-ში ვართ. და ეხლა გადავიდეთ უყურეთ 90-მა რაკნა 90 გაიხსნა, ჩამოვიდა. 7 საათზე ქონდა news, 7 საათამდე არ ტრეიდოდით, დრო აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს liquidity-ს მოიხსნა, აქ რაც გვაქვს 7 საათიანი სანთელი არის აქ. ქონდა აი 7 საათიანზე, აი ეს 7 საათზე news-ი, წითელი red folder news-ი ქონდა, მაგას დაველოდეთ. შემდეგ რა მოხდა? ES-ა და NQ-ს დავაკვირდეთ, ეხლა უყურეთ რა ხდება. ES-ი ამ low-ს ვერ იღებს. ახედავთ, ეს low ES-მა ვერ მოხსნა. NQ ეს low მოხსნა. ზოგადად მაღალ time frame-ზე, ბევრად უფრო bullish-ი, NQ არის ვიდრე ES. შეხედე, ES-ი აქ არც ასულა, NQ ბევრად უფრო ახლოს იყო ამ ყველაფერთან რა. Bullish SMT-ც მაგაზე უფრო არის გაკეთებული, ანუ ES-ი უფრო ქვემოთ არის ზოგადად მაღალ time frame-ზე ვიდრე NQ. შემდეგ გადავიდეთ double time frame-ზე. და აი ეს SMT რო გაკეთდა, ამას უყურებდით, SMT რო გაკეთდა, ქონდა მარკეტზე ესეთი displacement-ი, energy ფეროლიგები აკეთა და აქ უკვე entry შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ მაგ დროს გავმაზეთ ესე თქვა take მოძრაობა, დავალოდოთ რომ აი ეს breaker block-თან ჩამოსულიყო ფასი, აქ ქონდა entry, ეგრევე limit order-ი გვეყენა, stop loss-ი მქონდა აქ და take profit-ი იყო ორი partial ადგილიც მქონდა აი ეს SI და მთავარი ტარგეტი იყო SI. და ესე დავატარგეთეთ აი SI. არა, აქ პირადად უფრო ქვემოთ ქონდა აშკარად entry. ასე ეგრევე მგონი. ეს ჩამოვიდა ფასი, შეგვიყვანა ტრეიდში, ერთხელაც low გასვიპა და შემდეგ მერე უკვე რა ხდება. მოდი აი კაც გავაკეთოთ ანალიზი. ტრეიდის ყოფნის დროს რა გავაკეთეთ რა? გადავიდეთ ES-ზე. აქაც bullish SMT გვაქვს აი ამ low-ებზე, ხედავთ? ესეთ შემთხვევაში, როცა მარკეტი ავიდა, უკვე და სანთლები კარგად bullish-ად ჩაიხურა და ეს order block-ი გაკეთა. აქ მე გადავედი, stop loss-ი ავწია შემდეგ აქ. ანუ აქედან რისკი შევამცირე აქამდე და დაჟე დამატება შესაძლებელი იყო ამ ტრეიდში, რომ დამემატებინა და აი აქ აი ეს ტარგეტები ისე მოხსნა, მე ამით ჩემს მოგებას უზრდი, წაგებას მაინც ვამცირებ ან იგივე სტოვებ. ხო, ანუ დამატებით ტრეიდებს არასდროს არ ვამატებ ხოლმე იმ შემთხვევაში თუ ჩემი რისკი გაიზრდება. პირიქით, თუ ვამატებ, რაღაცა ისეთი ადგილი უნდა ფორმირდეს, სადაც ფასი არ უნდა ჩამოვიდეს თუ bullish-ია, SMT low-ებზე, displacement-ი, ასე ვთქვათ, order block-ი გავიკეთეთ და ამის გამო უკვე შეგვეძლო აქ დაგვემატებინა, stop loss-ი ამოგვეწია აქ და რისკი შეიძლება დაჟე შემცირებული იყო კიდევაც და უფრო მოგება გაზრდილიყო, აი მაგით გავაკეთებთ ახლა დიდ payout-ებს, ვისაც მაგაში გიჭირდება დახმარება და შემდეგ უკვე ძალიან კარგი და ლამაზ delivery ქონდა, აქ partial-ი ავიღე და საბოლოო ტარგეტი აქ და კიდევ ვარ სიმართლე გითხრათ შესული ამ ტრეიდში, დარჩენილი, რანერი მაქვს დატოვებული და world break-even-ზე ვარ გადასული. ეხლა კიდე მაგ პოზიციით კიდე profit-ში ვარ, რა თქმა უნდა. ესე გააკეთეს ასევე ჩვენთან ერთად live-ში, ხალხმა გააკეთა ეს ყველაფერი ასევე, აი ეს ჩვენი live trading-ის მემბერები არიან, $666, აგერ ამ აკაუნთი გაუპასავს, აგერ ამანაც იგივე გახსნა. და ესე გააკეთმა ხალხმა ჩვენთან ერთად დღეს
1000 დოლარი. არაფერი ფეიკი, ყველაფერი ლაივში ხდება, ყველაფერი თქვენს თვალწინ ხდება. ამას ვერ დააფეიკებ, ვერ მოიტყუები და ვერ დამალავ, იმიტომ რომ ყველაფერი ლაივში ხდება ხალხის თვალწინ. ასაც ბევრი ვერ აკეთებს. ჰაჰა. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო ხალხო, იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, რომ პირდ უკეთესი ვიდეოები დავდო, გამომდინარე იქიდან, რომ მალ-მალე მემატება სხვათა შორის გამომწერები. აი ამ ტრეიდინგის თემა მით უმეტეს საქართველოში, რომ რადგან მასშტაბური არ არის, ჩემთვის ახლა ეს 6000 subscriber-ზე რაც ხავედით, ჩემთვის ბევრს ნიშნავს რა. 10000 უკვე მართლა ძალიან მაგარი milestone იქნება ჩემთვის, მაგრად მინდა რომ YouTube-ზე ტრეიდინგ საქართველოში 10000 ავიდე. მე მგონი საქართველოში არც 6000 არ არის არავინ ტრეიდინგის მხრივ, რაც ძალიან მეხარია ჩემს მიმართ ესეთი ნდობა რო გამოიჩინა ხალხმა და ჩემი შედეგებით ესეთი კმაყოფილი არის რა. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.